წყლის და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოებია დაბა ქედაში. რომლის დასრულების შემდეგ 39 სოფლის 40,000-მდე მოსახლე ისარგებლებს თანამედროვე სტანდარტების კომუნალური მომსახურებით. ქედის მუნიციპალიტეტში შენდება თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო 87 მეტრის სიგრძის ხიდი, რომელიც სოფელ ზვარეს, ვაიოსსა და კვაშტას 250-მდე ოჯახს დააკავშირებს. საერთო ჯამში მიმდინარე წელს 100 კილომეტრზე მეტი დაკრძალვა მონაკვეთი არის სრულიად რეაბილიტირებული და ლოკალურად მუდმივად ხორციელდება საკრძალვა ინფრასტრუქტურის შეკეთება. მართლაც ისტორიული პროექტია, ხულო-ზარზმის მონაკვეთი ასევე დასმით ეტაპზე გახლავთ. გაზის ცენტრალური მაგისტრალი შენდება ზარზმარიყეთის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე. დასმით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, რომლის შედეგადაც ბუნებრივი აერით აჭარის სოფლების 27,100 ოჯახი ისარგებლებს. აგვისტოს ბოლომდე მოლოდინი გვაქვს, რომ უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტი მოგიხსენებათ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გაზრდაში და განვითარებაში.